მეგობრებო, გამარჯობა. დღეს გავაკეთოთ გაშლა უარყოფით მუხტზე. ანუ გვაქვს თუ არა უარყოფითი მუხტი და ეს ნეგატივი არის როგორი რაოდენობით არის ჩვენთან. მოკლედ გავაკეთოთ ახლა და ნახოთ გვაქვს თუ არა უარყოფითი ენერგია არის თუ არა ჩვენთან. და ეს რა რაოდენობით არის ეს ენერგია ჩვენთან. ნეგატივი. ესე იგი ვნახოთ გვაქვს თუ არა უარყოფითი ენერგია, უარყოფითი მუხტი. უარყოფითი მუხტი, ნახეთ, თითქოს ანუ გზა ესეთი განცდები გვაქვს, რომ აი ყველანაირი გზა გადაკეტილია და აი პრობლემის გადაჭრაზე და რაღაცაზე, ანუ ფიქრობთ გამუდმებით. და ეს გადადის ნეგატივში. თითქოს რაღაცა უიმედობა გვაქვს და გვინდა რომ ეს განცდები ცოტა გავწიოთ, მაგრამ მაინც არ გვტყოებს. გონია რომ ამ განცდებთან ვართ მიჯაჭვული და იმდენად უსუსური დამოკიდებულება გვაქვს ამ ყველაფერთან. თითქოს გონია რომ რაღაც არ გამოგვივა, რაღაც არ ვაპირებთ თითქოს რაღაცების, აი წინასწარ დაგეგმვას და რაღაცეებს. მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცაა, ჩვენში ეს უარყოფითი ენერგიები მოდის და თითქოს თქვენ არ ცდილობთ რომ ამ ენერგიებისგან გათავისუფლდეთ. ძალიან ხართ მიჯაჭვული ამ ენერგიებთან, ну აი ეს იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც გამუდმებით ნეგატივს გრძნობენ ამ ბოლო დროს. ნახეთ, ამ ყველაფრისთვის აი დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ, დამოკიდებულება, არ უნდა ვიყოთ ისეთ მდგომარეობაში, თითქოს რაღაცა უკეთესობისკენ უნდა ვიფიქროთ. და რა რაოდენობით არის ჩვენში ეს ნეგატივი. ჩვენში ეს ნეგატივი ძირითადად ალბათ ახლა ამომდის რომ ეს ფინანსებს უკავშირდება უფრო ალბათ და ბრძოლა მიდის საკუთარ თავთან. თქვენ კიდე რა შეგიძლიათ? შეგიძლიათ, როდესაც ესეთი დამოკიდებულება არის, თუნდაც დღის განმავლობაში, ან როდესაც აი იგრძნობთ, რომ თქვენთან ნეგატივი მოდის, აფირმაციებიც გააკეთოთ, რომ თითქოს მე მშვიდად ვარ. ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო მოდის. ნახეთ, ყოველთვის უნდა იფიქროთ იმაზე, რომ გამოხვიდეთ ამ ნეგატივიდან. ძალიან გულგატეხილობა გაქვთ ამ თუნდაც ფინანსებთან დაკავშირებით ეხლა რაც ამოვიდა და გონიათ რომ ძალიან გადაუჭრელი პრობლემაა და თქვენგან ძალიან არ ითხოვთ საკუთარი თავისგან არაფერს, თითქოს თავი გაქვთ დადებული, მაგრამ ნახეთ, ამისთვის არსებობს მედიტაციები, პრაქტიკები, რომ აი სულ უნდა იმეუროთ, საკუთარ თავს უნდა უმეუროთ, რომ გინდათ შვიდი ცხოვრება, თქვენ უფრო აი თქვენს ცხოვრებაში უკეთესი და უკეთესი მოდის, მოკლედ. და ნახეთ, ეს ყველაფერი, ანუ რას მოგვიტანს? მოგვიტანს აი თითქოს სიმსუბუქეს ვიგრძნობთ საკუთარ თავთან.
აი, თუნდაც გარშემომყოფებისგან იგრძნობთ შემდეგ ყველანაირად, აი, მოვა ისეთი ადამიანები, ვინც გაგამხიარულებენ, ანუ გააკეთებენ ყველაფერს ისე, რომ თქვენ უფრო შვიდად იგრძნოთ თავი. ნახეთ რა არის ამისთვის საჭირო კიდევ. ცოტა ცვლილებები. ცვლილებები აუცილებლად საკუთარი თავი უნდა შეცვალოთ. აუცილებლად ამისთვის დაგჭირდებათ გამოხვიდეთ აი ამ იმედგაცრუებიდან, თითქოს აი საკუთარ თავს ძალიან შით იმისთვის, რომ რაღაცა არ გამოგივიდათ. არა, ესე ნამდვილად არ არის. ეს ყველაფერი ყოველთვის ერთი და იგივე მდგომარეობაში ხო არ იქნებით, უნდა გახვიდეთ ფონს. უნდა გახვიდეთ, უნდა გააკეთოთ, უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება იმისგან, რაცაც ეს ნეგატივი იწევს, ეს უარყოფითი ენერგია იწევს. ყველაფერი, თქვენი თავის ტრანსფორმაცია უნდა გააკეთოთ, აი როგორ დონეზე იცით, აი უნდა გამოხვიდეთ ყველა იმ ნეგატივისგან. აი მარტო ეს აზრები თუნდაც რომ შეცვალოთ თქვენ თავთან, ეს ძალიან კარგ შედეგებს მოგცემთ. მოკლედ, ეს იყო დღევანდელი გაშლა. ეს და სხვა კიდე მნიშვნელოვანი გაშლებისთვის გელოდებით ჩვენს არხზე ტაროს დროებით.